გამარჯობა. დღესდღეობით კარგი ფილმის მოძებნა საკმაოდ რთული ამბავია. ამიტომ გთავაზობთ 5 საუკეთესო ფილმს, რომელსაც აუცილებლად უნდა უყუროთ თუ მსგავსი ჟანრის მოყვარული ხარ. ასე რომ დავიწყოთ. ფილმი სამკუთხედი თავის ჟანრში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა დიდი პოპულარობით არასოდეს უსარგებლია, რის გამოც შეიძლება გამოგჩენოდათ. ჯესი მარტოხელა დედაა, ის თავის მეგობართან და კიდევ რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად იახტით ზღვაში გადის. შტორმის დროს იახტა გადაბრუნდა და გადარჩენილები მათკენ მომავალ უზარმაზარ ლაინერს დაინახავენ. ბორტზე ასვლისას მათ არ ამიხვდება, ლაინერზე არავინაა. თუმცა მოგვიანებით ვიღაც მათ ხოცვას იწყებს, მაგრამ არც ესაა ჯესის მთავარი პრობლემა. მან რაც არ უნდა გააკეთოს, ხომალდიდან გაღწევას ვეღარ ახერხებს, რადგან ლაინერი დროში გაიჭედა და ყოველდღე მოვლენები მეორდება. You know what I do when I have a bad dream? I close my eyes. მთავარი გმირი თეო ცხოვრობს სამყაროში, სადაც 18 წელია აღარავინ დაბადებულა და ადამიანებს გადაშენება ემუქრებათ. ყველას ცხოვრების აზრი აქვს დაკარგული. ერთ დღეს თეოს ყოფილი ცოლი უკავშირდება და სთხოვს, რომ ახალგაზრდა გოგოს საზღვრის გადაკვეთაში დაეხმაროს. თეო თავიდან უარზია, თუმცა აზრს იცვლის, როდესაც გებულობს, რომ ქალი ფეხმძიმეთაა. ანუ გამოდის, რომ დედამიწაზე ეს ერთადერთი ქალია, რომელიც ამ დროისთვის მუცლით ბავშვს ატარებს. და რა თქმა უნდა, თეო არ დაუშვებს, რომ მას რამე დაემართოს ამ სახიფათო მოგზაურობის დროს, თუმცა ამის გაკეთება ძალიან ძნელი იქნება. მოვლენები უცნობი კატასტროფის შემდეგ ვითარდება. ბუნკერში, სადაც რობოტი სახელად დედა ზრდის გოგონას, რომელსაც შვილს ეძახის. რობოტი გოგონას უხსნის, რომ გარეთ ჰაერი დაბინძურებულია და რომ ის ადამიანების უკანასკნელი წარმომადგენელია. ერთ დღეს გოგოს რკინის კარის მეორე მხრიდან ხმაური ესმის. კარს აღებს და უცხო ქალს შიგნით შემოუშვებს. ქალი უხსნის, რომ რობოტებმა ადამიანები თითქმის მთლიანად გაანადგურეს. რა დროსაც დედა შემოდის და აქ ირკვევა თუ რა არის რობოტის მთავარი მიზანი, თავის აღზრდილთან დაკავშირებით. ფილმი მშვენივრად გადმოსცემს პოსტაპოკალიფსურ სამყაროს, თუ მსგავსი ჟანრი მოგწონთ, თავისუფლად შეიძლება ერთი საღამო ამ ფილმს დაეთმოს. ფილმი ზომბი აპოკალიფსის პერიოდს გვაჩვენებს. მთავარი გმირები ცოლ-ქმარი ენდი და კეი მათი ერთი წლის შვილთან ერთად იახტით მდინარეს მიუყვებიან, რადგან ხმელეთზე გადაადგილება საშიშია. თუმცა საჭმელი თავდება, რა დროსაც ისინი ჩაძირული იახტას დაინახავენ და გადაწყვიტავენ შეამოწმონ. იახტაზე ქალი ინფიცირდება, ვირუს ინკუბაციის პერიოდი 48 საათი აქვს. ისინი გადაწყვიტავენ, რომ რუკაზე აღნიშნულ უახლოეს ჰოსპიტალს მიაკითხონ იმის იმედით, რომ რამე ვაქცინა მოიფიქრეს ექიმებმა. გზაში ავარიისას ენდი ითიშება, რა დროსაც კეი ბოლომდე გარდაიქმნა და ქმარს უკბინა. ეხლა მას 48 საათი აქვს, რომ ვინმე ნორმალური ადამიანი ან ოჯახი იპოვოს, რომ როგორმე მომავალი შეუქმნას თავის შვილს. ეს ფილმი თავისუფლად შეიძლება მომავალში ფანტასტიკად აღარ ჩაითვალოს, თუმცა ჯერჯერობით, რადგან მსგავსი დახვეწილი რობოტები არ არსებობენ, ამ ტოპში ყოფნას იმსახურებს. კალიბი პროგრამისტია, მას თავისი ბოსი ნათანი მისივე შექმნილ რობოტის გატესტვას დაავალებს. პროგრამისტის დაავასაუბრები საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება, რა დროსაც რობოტი მაღალ ინტელექტს და სწრაფ განვითარებას აჩვენებს. ალა დროდადრო ცდილობს კალიბზე მანიპულაციას და მას უნამიოკებს, რომ ნათანის ნდობა არ შეიძლება და პროგრამისტს თავისი ბოსის წინააღმდეგ განაწყობს, რომ მისი დახმარებით ამ შენობიდან გააღწიოს. ეს ფილმი გვაჩვენებს თუ რა შეიძლება მოხდეს თუ რობოტი გადაწყვიტავს, რომ ის ცოცხალია და რა დონეზე შეიძლება განვითარდეს ხელოვნური ინტელექტი. Ava, go back to your room. If I do, Stop. Ava, I said stop. მადლობა, რომ ბოლომდე უყურე. შემდეგ ვიდეოში რა ჟანრის ფილმებს ისურვებდი, დაწერე კომენტარებში. დროებით.